თაცმედის პარკში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ლიზა ციკლავი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ლიზა, გისმენთ. თაცმედის პარკში უამრავი ბავშვია შეკრებილი, განსხვავებით შესაბამისად ძალიან მხიარულია. ბავშვებისთვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქ დილიდან სხვადასხვა სახის კონცერტები მიმდინარეობს. მოიწყო ბასტი ბუბუს კონცერტები, ბავშვების წინაშე ბაბილინეც წარსდგა, ასევე სტამბოლა ქართული ესტრადის მომღერლებმა სხვადასხვა სიმღერები შეასრულეს. ახლა როგორც თქვენ ხედავთ, ჩემს უკან მიმდინარეობს ზიკების კონცერტი, რომლებიც მსმენელისთვის სხვადასხვა სიმღერებს ასრულებენ. ძალიან ბევრი ღონისძიება მიმდინარეობს, ეთყობა გამოფენები, ყველა ღონისძიება და სპექტაკლები დღეს ბავშვებისთვის უხასოა, ხოლო რაც შეეხება ატრაქციონებს, დღეს ატრაქციონები 20%-იანი ფასდაკლებით მუშაობენ. ვთქვით, რომ ყოველთვის განსაკუთრებით დღევანდელ დღეს კარგი განწყობა შეუქმნათ ბავშვებს. ანუ ჩვენ გვაქვს სპეციალური ანიმაციური თამაშები, სიმღერებით, ცეკვებით, სადაც ჩართულია ამ ჩვენს კონცერტში მაყურებელი, თავისთავად აუცილებლად მონაწილეა ჩვენი კონცერტის და ჩვენი ბასტი ბუბუს ბავშვებიც, რა თქმა უნდა. და რაც კიდევ ერთხელ ვუცავ დღევანდელ დღეს და ბავშვებს უსურვებ უღრუბლოცას და ძალიან ბევრ სიხარულს. დილიდან აქ ამოვედი და კარგად ვერთობით კონცერტებია და კარგი ხალხი არის.